გამარჯობა. ეს არის გაფრთხილება, რომ ჩვენი შემდეგი საუბარი შეიცავს ბევრ შემაშფოთებელ შინაარსს სექსუალური ძალადობის შესახებ. ამიტომ, ვისაც ეს შეიძლება გამოიწვიოს ემოციური რეაქცია, უნდა გაითვალისწინოს. ეხლა მოდით ვნახოთ ერთი ვიდეო და შემდეგ ამაზე ვისაუბრებთ. ვიღებ ჩაქუჩს ხელში ვაწვევი და მეუბნება, რომ ჩაქუჩი დაუციო. მე ვნახე ის როცა კლავდნენ. ისინი დაესწრნენ თავს და მაშინ გავიგონეთ მისი ყვირილი. ის სიცოცხლის გადასარჩენად ყვიროდა. სასაცილო იყო. ისინი ერთმანეთს გადასცემდნენ მას. ისინი გვედნიერები იყვნენ. მე გავიგონე ყვირილი, გავიგონე მისი ყვირილი. მათი სახეებისა და სასქესო ორგანოების დამახინჯებას არაერთხელ ნახავდი. ისე თითქოს სურდათ ტკივილი მიეყენებინათ ყველაზე სასტიკი გზით. მათ ბოროტებას ახალი მნიშვნელობა მისცეს. კარგი, ეს უბრალოდ ამონარიდი იყო უზარმაზარი ანგარიშიდან, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. დღეს 4-შაბათია, 13 მაისი. ეს ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა სამოქალაქო კომისიამ ისრაელში, რომელმაც ბოლო 2 წელიწადი და 9 ოქტომბრის სისასტიკეების გამოძიებას დაუთმო. როდესაც ჰამასმა ჩაიდინა მასობრივი მკვლელობა, რაც ებრაელების წინააღმდეგ ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე მძიმე იყო. ეს ანგარიში დაფუძნებულია 1000-ობით ვიდეოზე, აუდიო ჩანაწერზე, მსხვერპლთა, მძევალთა და მოწმეების ჩვენებებზე. უბრალოდ 1000-ობით მასალა. და სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ მინდა ეს თქვა, სანამ ეს ანგარიში გამოქვეყნდებოდა, New York Times-მა გამოაქვეყნა ნიკოლას კრისტოფის მოსაზრების სტატია, სადაც ის აცხადებდა ამას. ისრაელი ყოველდღიურად სჩადის ასეთ სისასტიკეებს პალესტინელ პატიმრებზე და ყველა სახის სექსუალურ დანაშაულს. მისი სტატია 1000-ობით სიტყვას მოიცავს და შეიცავს ისეთ აბსურდულ სისხლის ცილის წამებებს, როგორიცაა ისრაელი ძაღლებს ასწავლის პალესტინელი მამაკაცების, ზოგჯერ ქალების, მაგრამ ძირითადად მამაკაცების გაუპატიურებას ანალური სექსის გზით. ეხლა მარკ, მოდი ერთი წუთით ვისაუბროთ. კრისტოფის სტატიის დროის შერჩევაზე და ასევე იმაზე, რას ვაკეთებთ ჩვენ. შენ უბრალოდ მინდა ვთქვა და ხალხს შევახსენო. შენ არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ელჩი იყავი, არამედ მრავალი წელი პრემიერ-მინისტრების, ასევე ნეთანიაჰუს მრჩევლად და პრეს-სპიკერად მუშაობდი. და როდესაც 7 ოქტომბრის მასაკრი მოხდა, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ დაგიძახა, რომ რეზერვში დაბრუნებულიყავი და პრეს-სპიკერად გემუშავა, მაგრამ ასევე იმისთვისაც, რომ უარყო ბრალდებები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბრალდება იყო და მსოფლიოს ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად იყო დოკუმენტირებული, და თქვენ თვეები გაატარეთ კამერების წინ. ესაუბრებოდით CNN-ს, BBC-ს, ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც ისრაელს სხვადასხვა დანაშაულში ადანაშაულებდნენ. და თქვენ იქ იდგით და უარყოფდით ამ ბრალდებებს. მოდი ცოტა ამაზე ისაუბრე ახლა. მივბრუნდი პრემიერ-მინისტრთან სამუშაოდ. მგონი ეს მეორე დღეს იყო. ეს იქნებოდა 8 ან 9 ოქტომბერი 2023 წელი. და როგორც სწორად თქვი, იქ რამდენიმე თვე ვიყავი. სწორედ იქ შევხვდით პირველად, რადგან მაშინაც პრემიერ-მინისტრის ოფისში მუშაობდი. და ნახე, ეს რთული პერიოდი იყო, რადგან ქვეყანა შოკში იყო. და იმის გააზრება, რა უბედურება ან ტრაგედია დაუატყდა თავს, რა შეგვემთხვა, ერთ დღეში არ მოხდარა. ეს ეტაპობრივად მოხდა, როცა უფრო და უფრო ვაცნობიერებდით, რა გააკეთა ჰამასმა ჩვენს ხალხს, ისრაელელებს და სხვებს, 7 ოქტომბერს. და შემდეგ რა ხდებოდა მძევლებთან, რომლებიც ღაზას მიწისქვეშა სარდაფებში ყავდათ გამოკეტილი. დიახ, გვირაბებში იყვნენ გამოკეტილები და მათზე ძალადობდნენ. მინდა აქ რაღაცა თქვა. იმ დროს ჰამასის დანაშაულების შესახებ ბევრი ინფორმაცია თავად ჰამასისგან მქონდა. მართალია იყო უსაფრთხოების კამერები, საგზაო კამერები და სხვა, რომლებმაც ძალადობის ბევრი ფაქტი დააფიქსირეს. მაგრამ ყველაზე სასტიკი ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის უმეტესობა
ჰამასის კამერებიდან მოდიოდა, რადგან ისინი თავად იღებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. და აქ ვფიქრობ რაღაც ვისწავლეთ ჰამასის და ჯიჰადისტური ძალადობის შესახებ ზოგადად. რადგან ნახეთ ბოლო 100 წლის განმავლობაში, გასულ საუკუნეში, ჩვენ ნახეთ ბევრი საზარელი სასტიკი ლიდერი. იქნება ეს ჰიტლერი გერმანიაში, სტალინი რუსეთში თუ მაო ჩინეთში. მასობრივი მკვლელები. დიახ, ადამიანები, რომლებიც მილიონობით სიკვდილზე არიან პასუხისგებელნი. მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთი სისასტიკე დაემალათ. ხომ ასე? არსებობს ჰიმლერის ცნობილი გამოსვლა SS-ის წინაშე, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ ყველა ებრაელს ვკლავთ. მაგრამ ამის შესახებ არასდროს უნდა ვისაუბროთ. ასეა. მისი თვალსაზრისით, ჩვენ დიდ საქმეს ვაკეთებთ კაცობრიობას და ევროპას ვემსახურებით ყველა იმ ებრაელის განადგურებით. მაგრამ ამის შესახებ არ უნდა ვისაუბროთ. ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს. და თუ სტალინის რუსეთისა და გულაგების საშინელებებზე საუბრობდი, შენ ანტისაბჭოთა, ანტიმუშათა კლასის, დიახ, ანტირევოლუციური მოტივებით დაგადანაშაულებდნენ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისინი ყოველთვის უარყოფდნენ ბრალდებებს. და აი ჰამასი რეალურ დროში, თითქმის პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ავრცელებდა მათ მიერ ჩადენილ მასაკრებს, თავის მოკვეთებსა და გაუპატიურებებს. და ბევრი ინფორმაცია რაც გვაქვს, ხადი არის ის, რაც ახლა ვნახეთ. რაც არის იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებიც ჰამასის ძალადობისა და სისასტიკეების მსხვერპლნი გახდნენ. რომლებიც გადარჩნენ და შეძლეს მოყოლა, რაც ალბათ მონაწილეთა უმცირესობას წარმოადგენს. დიახ, ჰამასის ძალადობას გადარჩენილი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს. მაგრამ ფაქტი, რომ ჰამასი ამაყად აჩვენებდა ამას, რომ არ იგრძნო საჭიროება დაემალა, ისინი რეალურად თავიანთ სისასტიკეებს რეკლამირებდნენ. და ეს არის რაღაცა, რაც აქამდე ნამდვილად არ გვინახავს. და რასთან გვაქვს საქმე? და რას გვეუბნება ეს ჰამასის და ჯიჰადისტური ძალადობის ბუნებაზე ზოგადად? ასე რომ, რაც ამაში საინტერესოა, აბსოლუტურად მართალი ხარ და ეს გვიყვანს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიამდე, რომელიც ისრაელში 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს. მალე ამის შემდეგ, არ ვიცი, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, ამ საშინელებების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ოფისმა შეაგროვა ჰამასის მიერ გამოქვეყნებული ყველა ვიდეო მასალა. არა მხოლოდ, როგორც შენ თქვი, სამხრეთ ისრაელში არსებული სათვალთვალო კამერები, ეს არის ჰამასის ვიდეო მასალა, სადაც ისინი ამაყობენ იმით, რასაც აკეთებდნენ და შექმნეს ვიდეო. თუ არ ცდები, ეს ვიდეო 47 წუთიანია, რათა მსოფლიოს აჩვენონ. მაგრამ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და თქვენ იმ შეხვედრებზე იმყოფებოდით, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. იმ საშინელი ვიდეოს ფართოდ არ გაევრცელებინათ, რადგან მასში უბრალოდ დაუჯერებელი რამეები ჩანს. თქვენ ხედავთ ქალებს, რომელთაც ფეხები ისე შორს ჰქონდათ გაშლილი, რომ მოტეხილები იყვნენ, თეძოები მოტეხილი ჰქონდათ და ისინი სასიკვდილოდ იყვნენ მიტოვებულები. იქ იყვნენ მამაკაცები, რომლებსაც სასქესო ორგანოები მოჭრილი ჰქონდათ, ბავშვები დაწვეს და ოჯახები აწამეს ბავშვების თვალწინ. და ბავშვები მშობლების თვალწინ. ეს უბრალოდ საზიზღრობა იყო. ან საზიზღრობა, იცით, ეს სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ყველაფერს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მთავარი ის იყო, რომ ეს კლიპი, ეს 47 წუთიანი ვიდეო არ ასახავდა ყველა სისასტიკეს. მაგრამ ეს იყო, იცით, ასე ვთქვათ, კარგი წარმოდგენა იმის შესახებ, რითაც ისინი ამაყობდნენ. და ეს გადაწყვეტილება ძირითადად იმისთვის მიიღეს, რომ დაეცვათ ამ მსხვერპლთა ოჯახები. აქ ორი ტიპის მსხვერპლი იყო. მკვდარი ქალები და კაცები იყვნენ. სხვათა შორის, კაცებიც სექსუალურად ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ქალები და კაცები, რომლებიც მოკლეს წამების შემდეგ. ქალები და კაცები იყვნენ, ვინც ეს გადაიტანა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ასევე იყვნენ გარდაცვლილები. გაზაში მძევლად წაყვანილი ისრაელები და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გაზაში წაიყვანეს. ასევე არსებობს ამ ყველაფრის ვიდეო მასალაც. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, მაგალითად ვიცით, ჰირშ გოლდბერგ პოლინის შესახებ, რომელიც ნახეს პიკაპის უკანა ნაწილში. მისი ხელი აფეთქების შედეგად მოცილებული ჰქონდა და ის მძევლად წაიყვანეს გაზაში. და სხვათა შორის გაზელები ყველანი ზეიმობდნენ, იცინოდნენ და დასცინოდნენ ამ უბედურ, უდანაშაულო ადამიანებს, რომელთაგანაც ბევრი ძალიან ახალგაზრდა იყო, ზოგი კი ძალიან მოხუცი. ეხლა გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ოჯახი არ ანებებდა, რომ მათი საყვარელი ადამიანები ასე გამოჩენილიყვნენ კამერაზე, რაც გასაგებია.
და მეორე მიზეზი შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ასეთი ვიდეო თუ ფართოდ გავრცელდებოდა, შეიძლებოდა რაღაც სახის სნაპ-პორნად ქცეულიყო. ანუ იცით, არიან ადამიანები, რომლებსაც სიამოვნება ძალადობის ყურებით აქვთ, განსაკუთრებით ებრაელების წინააღმდეგ, ასე შეიძლება ითქვას. გადაწყვეტილ იქნა, რომ ეს ვიდეო ნაჩვენები იქნებოდა მხოლოდ ელჩებისა და მედიის წარმომადგენელთა შერჩეული ჯგუფებისთვის. არა ყველა ჟურნალისტისთვის, არამედ მხოლოდ ზოგიერთისთვის. იგივე, ანუ ამ ვიდეოს წაღებაც შეერთებულ შტატებსა და ევროპაში და მისი ჩვენება მხოლოდ შერჩეული ადამიანებისთვის. ეხლა რატო ავწიე ეს თემა? იმიტომ რომ მაშინ, როცა ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდით ოჯახების გრძნობებს და ყველაფერ ამას, პროპაგანდის მანქანა, ანტისემიტური პროპაგანდის მანქანა უკვე მუშაობდა. ამ ყველაფრის უარყოფა უკვე დაწყებული იყო. და უფრო უარესი ისევ იმაზე დაბრუნდნენ, რომ ეს ყველაფერი ისრაელის ბრალია და ეხლა ისრაელი კლავს პალესტინელებს, შიმშილით კლავს პალესტინელებს და ასე შემდეგ. ასე რომ, როგორც ცნობილი გამონათქვამია, სანამ ტყუილი მთელ მსოფლიოს შემოიბლის, ან სანამ ტყუილი მთელ მსოფლიოში გავრცელდება. მსოფლიოში სანამ სიმართლეს შარვის ჩაცმის შანსი ექნება. ეხლა კითხვა ესეთია. ვნანობთ თუ არა, რომ ამას წინ არ გაუსწარით და არ ავიღეთ პასუხისგებლობა, რათა მსოფლიოს ის სისასტიკეები გვეჩვენებინა. და ეხლა ნიკ ქრისტოფი New York Times-ში უბრალოდ გვადანაშაულებს ყველა სახის ტყუილში. სხვათა შორის, თუნდაც დანარჩენი ტყუილები არ იცოდეთ, საკმარისია იცოდეთ, რომ ძაღლების ტყვეების სოდომიზაციაზე გაწვრთნა შეუძლებელია, კარგი? ეს შეუძლებელია. სხვათა შორის, ამას ყველა ძაღლების მწვრთნელი ამბობს და ასეა. და ვინც ამას ამბობს, ისევე როგორც დანარჩენი, რაც იქ დაწერა, რაც ასევე საზიზღარია. ასე რომ, რასაც ვცდილობ თქვა, არის ის, რომ ბოლო 2 წელიწადნახევარში ანტისემიტიზმი აფეთქდა. და ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ისრაელს საშინელი საზოგადოებასთან ურთიერთობა აქვს, რასთანაც იცით, მე არ ვეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა არ არის ვერებწვი ნაციზმს საზოგადოებასთან ურთიერთობით. მაგრამ ეს კითხვა გაუპატიურებებზე და იმ გრაფიკულ საშინელ ამბებზე, რასაც იმ ვიდეოში ხედავთ, იყო კნესეთის წევრი, რომელიც გმირი გახდა 7 ოქტომბერს. სხვათა შორის, იმ შაბათ-კვირას დღესასწაული იყო და მან სახლი დატოვა. ტერორისტები მოკლა. ის საოცარი გმირი იყო, ალმოგ კოენი ქვია. და მან ის ვიდეო რომ ნახა, გამოვიდა, პირღებინა და გონება დაკარგა. ასე რომ მესმის, რატომ არ გვინდა ეს. მაგრამ მინდა ვიცოდე, ფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო. ამაზე გიპასუხებთ, მაგრამ მინდა სხვა საკითხებსაც შევეხო, რაც დააყენეთ. პირველ რიგში ის ფაქტი, რომ როდესაც მძევლები ღაზაში შეიყვანეს, ბევრი მათგანი დაჭრილი იყო, ბევრი სისხლდენდა. და ჩვენ ნახეთ ღაზელების სიხარული ქუჩაში, ხო ასეა? ფიქრობ ეს უბრალოდ აჩვენებს სიძულვილის დონეს, რაც არსებობს ისრაელელების და ამ შემთხვევაში ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. და ფიქრობ ბევრ ადამიანს ილუზიები ჰქონდა, დიახ. იყო ცნობილი პრესკონფერენცია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა გათავისუფლებულ მძევალთა ჯგუფს. და მან კითხა მათ, იყო თუ არა ერთი მაინც ღაზელი, რომელიც, იცით, ყოველთვის არის ისტორიები ჰოლოკოსტის დროს დამალულ ადამიანებზე და არაიუდეველ ქრისტიან ქალზე, რომელიც ფარულად მიიტანს მათ საჭმელს. და მან დაახლოებით ასე თქვა, იყო თუ არა ასეთი მაგალითი ღაზაში. და არც ერთ მძევალს არ შეეძლო ეთქვა ვინმეზე, ვინც მათ კარგად მოექცა, ან უკეთესი მოპყრობა აჩვენა, ან რამე მსგავსი. ეს უბრალოდ იმ რეალობის ნაწილია, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. კარგი. ეხლა იმ ფილმზე, რომელზეც ისაუბრეთ, ის ძირითადად ჰამასის საკუთარ წყაროებზეა დაფუძნებული, ხო ასეა? და შესაძლოა, შემდეგ ჰამასის ლიდერებმა თქვეს, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვეს მისი გამოქვეყნებით, მაგრამ მათ ვეღარ წაიღეს ის, რაც უკვე გამოაქვეყნეს. ის ფილმი ძალიან ბევრჯერ ნახე. არა მომიკრია, მაგრამ ადვილი არისო. რადგან თავიდან ჩვენთან ისრაელში ჩამოდიოდნენ სოლიდარობის მისიებით პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრები, და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მათგანს აუცილებლად აყურებინებდა ამ ფილმს. შეიძლება სრულ 47 წუთს არა, მაგრამ საკმარისი იყო. და უნდა გითხრათ, ვერ აიძულებ უცხოელს უყუროს ამ ფილმს და შენ თვითონ იქ არიჯდე მასთან ერთად. ასე რომ ეს ფილმი ძალიან ბევრჯერ ნახე. რადგან ყოველ ჯერზე, იცით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან იტალიის ლიდერი, ყველანი ნეთანიაჰუ იქ იყო და უყურებდა ფილმს. და მეც, როგორც მისი გუნდის წევრი იმ დროს უყურე ამ ფილმს. და ეს ადვილი არ არის. ეს საერთოდ არ არის ადვილი. და როცა მეორედან მესამედ უყურებ, არ ხდები იმუნური. ყოველ ჯერზე ისეთივე რთულია.
როგორ დაინახეთ ეს მაღალი რანგის პირები? მახსოვს ერთი შეხვედრა ამასთან, ახალი შენ. იყავი, ნახე შეხვედრა ჩეხეთის დელეგაციასთან და ოთახში ჩეხეთის მხრიდან ზოგიერთი ადამიანი ტირილს დაიწყო. ძალიან რთულია ამის ხურება. და ჩვენ იცით, შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თუ შეგვიძლია ეს ხალხს ვაჩვენოთ ისრაელში, შეგვიძლია უცხოეთშიც ვაჩვენოთ. და როგორც თქვით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფილმის ჩვენება უცხოეთში შეაჩევითად დაუშვან, რათა ხალხმა გაიგოს, რასთან აქვს საქმე ისრაელს. კარგი. და რა სახის დანაშაული იცით, რა გამოვიარეთ და ვინ სინამდვილეში რას წარმოადგენს ჰამასი? კარგი. გადაწყვეტილი იქნა, რომ ის არ ატვირთონ YouTube-ზე, რომ ყველას არ კონდეს მისი ნახვის შესაძლებლობა. თუმცა ვნახე, როცა ნეთანიაჰუ გაეროს ეწვია, ეს იყო შაშან თუ იმის წინა წელს, როცა მან რეალურად დადო, ხო იცით რაღაც კოდით, რომ ხალხს შეეძლო ენახა. არ ვიცი, მთელი ფილმი იყო თუ ფილმის ნაწილი, მაგრამ ასე იყო. მაგრამ აზრი იყო, სწორად თუ არასწორად, აზრი იყო, როგორც სწორად თქვი, აზრი იყო, ხოლ არ დააგნინებ მას უბრალოდ ასე გამოქვეყნებით. და კიდევ ერთი პასუხია, რომ სინამდვილეში ისრაელის მოძულეებს ვერ დაარწმუნებ. რადგან ისინი უბრალოდ იტყვიან, რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტია, ყველაფერი ყალბია, რასაც ხალხი ამბობს, მაშინაც კი როცა მტკიცებულებებს აჩვენებ. და მართლა ცვლის რამეს ის, რომ ამას გამოაქვეყნებ. და მესამე საკითხი, რომელზეც მოკლედ ისაუბრე, მაგრამ ის ცალკე განხილვას იმსახურებს, არის მთლიანად მსხვერპლთა ოჯახების საკითხი. და თუ შენ ყავს ქალიშვილი, რომელიც გააუპატიურეს, მართლა გინდა რომ მისი ფოტო ყველამ ნახოს. და თუ თქვათ, მისი ოჯახი განადგურდა და შენ ბებია ხარ. და არის ფოტო, იცი, შენი ერთ-ერთი შვილიშვილის ძალიან, იცი, სისხლიან მდგომარეობაში. მართლა გინდა რომ ეს ფოტო გავრცელდეს. და მახსოვს ომის პირველ დღეს, 7 ოქტომბერს, მახსოვს რომ ისრაელის ტელევიზიაში ვნახე რაღაც ამ ქალზე, ახალგაზრდა ისრაელ ქალზე, რომელიც გარბოდა 3-4 ესეთი ტერორისტი გამოუპატიურებლისგან, რომლებიც მისდევდნენ და ის ებრძოდა მათ. და ვფიქრობდი, რომ ეს იყო სინამდვილეში ეს არის, იცი, ისრაელები ებრძვიან ამ საშინელ, იცი, სისასტიკეს და ეს ეთერიდან მოხსნეს. ვფიქრობ, ოჯახმა უნდა ითხოვა, რომ ეთერიდან მოეხსნათ. ასე რომ, ოჯახებზეც უნდა ვიფიქროთ. მაგრამ რო უპასუხო თქვენს კითხვას, ვფიქრობ, ორივე მხარეს ჰქონდა არგუმენტები, უნდა გაგვეშვა თუ არა ვიდეო საჯაროდ. არსებობს არგუმენტები, როგორც მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე მხარესაც. მე ალბათ იმიტომ რომ ცინიკურად უყურებ, არ ვფიქრობ რომ ეს რამეს შეცვლიდა. თუნდაც გაგვეკეთებინა. კიდევ ერთხელ, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ ისრაელი საშინელია, ასევე ფიქრობენ რომ ისრაელი ტყვევენ. ისინი ფიქრობენ რომ ებრაელები აკონტროლებენ სოციალურ მედიას. ნეტავ მართლა ასე იყოს კი, მაგრამ ასე არ არის. და ეს ყველაფერი უბრალოდ მოგონილია, ხომ ასეა? ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. და ასე რომ კიდევ ერთხელ არ ვარ დარწმუნებული რომ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ამ ყველაფრის რეალურ დროში გამოქვეყნებაზე, ხო ასეა, ეს იქნებოდა ის რამ, რაც შეცვლიდა გლობალურ ნარატივს. ფიქრობ, თუ შეხედავთ ისრაელისადმი სიძულვილს დასავლეთში, რომელიც უეცრად იზრდება კი, სიძულვილი ებრაელების მიმართ, სიძულვილი ისრაელის მიმართ. ფიქრობ, ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რაც დასავლეთში ხდება, ვიდრე იმაზე, რაც აქ ჩვენს ქვეყანაში ხდება. და ეს უფრო იმაზეა, რომ ებრაელები ვართ, ვიდრე იმაზე, რას ვაკეთებთ როგორც ხალხი. ვერაფრით დაგეთანხმები მეტად, მაგრამ განსაკუთრებით შოკის მომგვრელი ჩემთვის იყო ის, თუ სწორად მახსოვს, რომ ანუ გარდა იმისა, რაც თქვი, რომ ჩვენ ტრავმირებულები ვიყავით, ისეთი იყო ძნელი ამისთვის ძალების მოკრება. ცოტა მშობიარობას გავს. გულისხმობ ბოდიში რომ ამას ერთ კონტექსტში ვამბობ, მაგრამ ხო იცი, ერთ-ერთი რამ, რასაც ყველა ქალი, ვინც გშობიარობს, მათ შორის მეც ამბობს, არის ის, რომ გგონია ეს ისეთი მტკივნეულია, არასდროს დაგავიწყდება. და შემდეგ, როცა მეორე ბავშვი გეყოლება, გავიწყდება და ამბობ, ღმერთო ჩემო. ამიტომ ვეღარ გძნობ იმავე შინაგან ტკივილს, რაც 7 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს ვიგრძენი. ეხლა ამას უფრო გონებით ვუდგები. თუმცა კარგად მახსოვს, როგორ შოკში ჩამაგდო იმ ანტისემიტიზმმა, რომელიც ამ სისასტიკეების შედეგად გამოვლინდა. ამიტომ ის ნაცვლად იმისა, რომ ემპათია ან რაიმე სახის თანაგრძნობა გამოეწვია ისრაელში მცხოვრები ებრაელების მიმართ, პირიქით მოხდა. ეხლა არ უნდა განკვირვებოდი ამით. რადგან ამ ჯიჰადისტური სისასტიკეებით თითქოს ნებართვა მიეცა დასავლეთში მიძინებულ ანტისემიტიზმს, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ. ის ნელ-ნელა გამოვიდა გარეთ და ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება, რადგან დასავლეთის კამპუსებში უკვე სვასტიკებია.
ეხლა ვხედავთ უკიდურეს მემარჯვენეებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს მაინც უფრო მარცხნივაა, მაგრამ მარჯვნივაც ვხედავთ ამას. ვიცით დაკერ კალსონის შესახებაც და ხომ იცით სისხლის ცილის წამების და აშკარა ანტისემიტიზმის ლეგიტიმაციას. და ანტისემიტიზმს ასე უბრალოდ არ ვამბობ. არ ფიქრობ, რომ ყველაფერი ანტისემიტიზმია, მაგრამ ფრაზა ჩვენ ძაღლებს ვავარჯიშებთ, რომ პატიმრები გააუპატიურონ, ნამდვილად იმავე რიგისაა, რაც ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ბანკს. და სხვათა შორის თქვი, რომ გსურდა სოციალური მედია ჩვენ გვემართა. კარგი იქნებოდა. იქნებ ბანკს რომ ვაკონტროლებდე, ზედმეტი ვალიც არ მქონდეს, კარგი? მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვიცით, ჩვენი მედია, ისრაელის მემარცხენე მედია არ გვეხმარება. სინამდვილეში ზიანსაც კი გვაყენებს, რადგან მისი დიდი ნაწილი იმდენადაა დაკავებული ნეთანიაჰუს დამხობის მცდელობით, რომ ძალიან თვითკრიტიკულია. დიახ, ჩვენ ვჩადით სისასტიკეს. და შემდეგ მტრები ამბობენ, ხედავთ თვითონ ისრაელები ამბობენ ამას. როგორც არ უნდა იყოს, ჩემი აზრი ახლა ისაა, რომ არ ვიცი, უკან ვეღარ დავაბრუნებთ ბოლო 2.5 წელს. მაგრამ ფაქტია, რომ New York Times-მა ეს ნაგავი გამოაქვეყნა. ეხლა ჩვენ ყოველთვის ვხედავდით, რომ New York Times-ი ნაგავს და ანტიისრაელულ ნაგავს აქვეყნებდა. ეს ბევრად ადრე იყო, 7 ოქტომბრამდე. მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ნიკოლას კრისტოფი პულიცერის პრემიის ლაურეატია. აქ საუბარი არ არის უბრალო ვინმეზე. და რაც ფავარია, New York Times-ის სარედაქციო კოლეგიას შეეძლო არა მხოლოდ აზრების გვერდზე დაებეჭდა ეს, არამედ საერთოდ გაეუქმებინა და ეთქვა, რომ ამას ვერ გავაკეთებთ. ეს გაზეთია, რომელიც ფაქტებს ამოწმებს და ყველაფერს ამოწმებს. დაივიწყე, კარგი? რაც ახლა მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩვენი ტაქტიკა, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, იგივე ადამიანები ამბობენ, რომ არ გვაინტერესებს, დაივიწყეთ ოჯახები, ეს ვიდეო უნდა გავავრცელოთ. ზოგიერთი იმავე ადამიანებიდან ამბობდა, რომ ჩვენი შეცდომა ჩვენს პიარში იყო ის. და შენ ძალიან დაკავებული იყავი ამით 7 ოქტომბრის შემდეგ თვეებში, რომ ჩვენი შეცდომა ეს იყო. ჩვენ ვებძვით ჯიჰადისტებს და ანტისემიტიზმს მსოფლიო არენაზე. ვებძვით, ანუ რიტორიკულად და იდეოლოგიურად. და ისინი, მათ ტყუილის თქმა, მათთვის პრობლემა არ არის მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური ჯიჰადისტები, ვინც არ უნდა იყოს. იყო მთელი კამპანია და ჩვენ იმდენად დაკავებულები ვართ სიმართლის თქმაში, რომ ვერ ვასწრებთ. სულ ვცდილობთ დავეციოთ. და კარგი მაგალითია ის, როცა ვინმე გვადანაშაულებდა. ან ჰამასი ამბობდა, რომ ჩვენ ღაზაში მდებარე საავადმყოფოს რაკეტებით დავატყით. ან რაღაცას. და შენ უნდა აგეხსნა. და რას აკეთებდი? მაგრამ უბრალოდ მოკალით უამრავი ადამიანი საავადმყოფოში. ეს უნდა გეთქვათ, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებს, ისრაელის არმიას, როცა ამბობდნენ. ჩვენ არასოდეს ვუმიზნებთ სამოქალაქო პირებს. და თუ ეს მოხდა, ჩვენ ვიკვლევთ ამას. და თუ ეს მოხდა, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი იტყოდა, ბოდიშს ვიხდით. თუ ეს მოხდა, ეს შეცდომა იყო. კარგი, ახლა მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ამბობს, რომ ასე ვერ ებძვი შენს წინააღმდეგ მიმართულ ტყუილებს. შენ ძალიან დაკავებული ხარ სიმართლის თქმაში. მოიცადე, ჩვენ გამოვიძიებთ. იმ დროისთვის, როცა გამოძიებას დაასრულებ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს უკვე ყველგან გავრცელებულია. და გენოციდის, ღაზაში შიმშილის შესახებ ბრალდებები, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ დაამტკიცე ფაქტებით, რომ ეს სიმართლე არ არის. ამაზე საერთოდ არ მაქვს პასუხი. მაგრამ შეგეძლებოდა CNN-ის წინაშე გამოსულიყავი და უბრალოდ მოგეტყუებინა, გეთქვა, არა, ეს სიმართლე არ არის. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. პასუხი ასეთია. მე არ მოვიტყუებოდი, მაგრამ სიმართლეს ვიტყოდი. სულ მცირე, სიმართლე უნდა თქვა. მაგრამ ამბობ სიმართლეს. ამბობ, ეს ახლა იძიება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ისრაელი საავადმყოფოებს მიზანში არირებს, ხომ ასეა? და ეს არის სიმართლე. ან ამბობ, ისრაელი უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას მიზანში არირებს. საინტერესოა, რადგან ომის დასაწყისში ირანის წინააღმდეგ იყო ის შემთხვევა, როცა ამერიკელებმა როგორც ჩანს, შემთხვევით დაარტყეს ბავშვთა სკოლას. გახსოვს და New York Times-მაც ამაზე დიდი ამბავი ატეხა. და ამერიკელებმა ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავეს, ხომ ასეა? როგორ შეგიძლიათ ამას გაიმეოროთ? ეს დადასტურებული არ არის. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ამერიკელებს დაეხმარა, ხომ ასეა? ასე რომ, რასაც არ უნდა აკეთებდე, ალბათ მაინც ვერ მოიგებ. ასე არის საქმეები. ფიქრობ, მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა. და სიმართლე ისაა, ხო ასეა? იცი, თუ 1000 რაკეტას გაუშვებ ღაზაში პალესტინელი ტერორისტების მოსაკლავად, ხო ასეა? და ერთი აცდება მიზანს. აი ამაზე გაამახვილებს მედია ყურადღებას, ხო ასეა? ეს არის სიმართლე. ეს ომის ბუნებაა. მაინტერესებს თუმცა,
თქვენი ნებართვით, თქვენ ისაუბრეთ ანტისემიტიზმის ზრდაზე 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ. და აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხის ხაზგასმა. თუ მოусმენთ პოლიტიკურად კორექტულ მოსაზრებებს უცხოეთში, ავსტრალიაში, კანადაში, შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ისინი ამბობენ, რა თქმა უნდა, ეს ანტისემიტიზმი არ არის გამართლებული, ისინი ასე იტყვიან. მაგრამ ისინი იტყვიან, ეს არის პასუხი ისრაელის ქმედებებზე, ხო ასეა? ეს არის გაუმართლებელი პასუხი. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რასაც ისრაელი აკეთებს ღაზაში, ლიბანში და ასე შემდეგ. და ისინი სრულიად არასწორად აღიქვამენ ამას. ისინი სრულიად არასწორად იგებენ ამას. ჰიტლერის გერმანიაში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდა დაფიქსირდა. ეს სიმართლეა. მთელ ევროპაში, ამერიკაშიც კი 1933 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ნაცისტები გერმანიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს ანტისემიტებს მთელ პლანეტაზე ახალ სტიმულსა და ენერგიას აძლევს. და ამას ხედავთ საფრანგეთიდან პოლონეთამდე, ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებამდე, ხომ ასეა? ანტისემიტიზმი იზრდება, რადგან ანტისემიტები ერთმანეთს ამაგრებენ და თუ ერთს წარმატება აქვს, ყველა აღფრთოვანდება. და ფიქრობ ეს არის სწორი ახსნა იმისა, თუ რატო იზრდება ანტისემიტიზმი მსოფლიოში, არა მხოლოდ ჯიჰადისტური ანტისემიტიზმი, არამედ ასევე უკიდურესად მემარჯვენე და მემარცხენე ანტისემიტიზმიც. თუ ანტისემიტიზმი წარმატებულად აღიქმება, მაშინ სხვაებიც ბაძავენ მას. და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნაციზმი დისკრედიტებული გახდა, არის ის, რომ მან წააგო. ის სამხედრო გზით დაამარცხეს. როცა ადოლფ ჰიტლერი 1930-იან წლებში იყო და ანტისემიტიზმი მხოლოდ გერმანიაში არსებობდა და ისინი ჯერ არ იყვნენ დამარცხებულები, ეს კიდევ უფრო შთააგონებდა ანტისემიტებს მთელ მსოფლიოში. და კიდევ ერთი ბოლო საკითხი, რომელიც ფიქრობ მნიშვნელოვანია აღვნიშნო, და მგონი ჩვენს პოდკასტში ეს უკვე ქონდა ნათქვამი, მაგრამ გამეორება ღირს, არსებობს ძალიან მოსახერხებელი მითიც. და ეს მითია, რომ ანტისემიტები ყველა გაუნათლებელი, არაკულტურული, უხეში და დაუბანელი ხალხია, ხო ასე? ისინი ყველა გაუნათლებელი სკინჰედების ჯგუფია ტატუებით. არ ვიცი, შეიძლება არიან ძალიან ჭკვიანი სკინჰედები ტატუებითაც კი. მაგრამ ეს სტერეოტიპია. და თითქოს თუ უკეთესი განათლება ექნებოდათ და ებრაელებს უკეთესად გაიგებდნენ, მაშინ ანტისემიტები აღარ იქნებოდნენ. და სიმართლე ისაა, რომ ეს სრული სისულელია. ეს მითია. ეს მოსახერხებელი მითია, რადგან თუ ამას დაიჯერებ, მაშინ ცოტა განათლებისა და ცოტა ხომიცი სიკეთის შემდეგ ანტისემიტიზმი აღარ იარსებებს, ხომ ასეა? სიმართლე ისაა და New York Times-ი და ეს სტატია ამის მაგალითია, რომ ზოგიერთ ყველაზე განათლებულ და კულტურულ ადამიანსაც კი შეუძლია იყოს ანტისემიტი. ვაგნერი მოგწონთ თუ არა, მაგრამ არავინ უარყოფს, რომ ვაგნერის წვლილი მუსიკაში უზარმაზარია. დასავლური კულტურისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, ანტისემიტი. ვოლტერი, ფრანგული განმანათლებლობის მამა, დასავლეთის ინტელექტუალურ განვითარებაზე უზარმაზარი გავლენის მქონე. ანტისემიტი. დოსტოევსკი, რუსული ლიტერატურა, ანტისემიტი. შექსპირიც კი ამაზეც კი არის დებატი, ვენეციელი ვაჭარი. ასახავს ის იმ დროის სტერეოტიპებს თუ საკუთარ სიძულვილსა და ცრურწმენებს. ალბათ სადღაც შუაშია სიმართლე, ხომ ასეა? მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მთელი იდეა თითქოს ჭკვიანი ადამიანები, განათლებული ადამიანები ვერ იქნებიან ანტისემიტები. ასე რომ New York Times-ში შეგიძლია კონდეს პულიცერის პრემია და იყო ანტისემიტი. შეგიძლია კონდეს დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში და იყო ანტისემიტი. შეგიძლია დაწერო საუკეთესო პიესები და საუკეთესო ტელეშოუები. და როგორ ფიქრობ? შეგიძლია იყო ანტისემიტი. არა მხოლოდ შეგიძლია იყო. ამ დღეებში უნდა ვთქვა, აკადემიკოსები უკვე საეჭვონი არიან. რა თქმა უნდა, ანტიისრაელურად არიან განწყობილნი. და შემდეგ ამტკიცებენ, რომ ეს ანტისემიტიზმი არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა სანამ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, პოდკასტს დავასრულებთ, მცირე მიმოხილვით ისრაელის პოლიტიკაზე. კიდევ ერთი რამ თქვა, სექსუალური ძალადობის შესახებ. მიზეზი, რის გამოც არ მინდოდა კრისტოფის ამაზრზენის სტატიიდან ციტირება, თქვენ იცით აშკარაა, მაგრამ ის ძალიან დეტალურად აღწერდა ყველაფერს. და იქ აღწერილი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ აუპატიურებენ და სოდომიზაციას ახდენენ ციხის მცველები და ასევე დასახლებულები, ანონიმური დასახლებულები. და ეს დაუჯერებელია. კარგი ადამიანების სასქესო ორგანოების შეკვრა. მაშინ, როცა ეს რეალურად მოხდა 7 ოქტომბერს, და სხვათა შორის არა მხოლოდ ეს. და კრისტოფი ამბობს კი, ეს მოხდა 7 ოქტომბერს, მაგრამ ისრაელში ეს ყოველდღე ხდება. კარგი? რაც არის ისეთი ტყუილი, რომ იცით ამას გამოძიებაც კი არ სჭირდება.
შეიძლება კითხოთ, აქ ჩვენ არაფერი გვითქვამს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ჰამასის ან ჰამასის მხარდამჭერ წყაროებს მიმართავთ, ამ ყველაფერს მოისმენთ. ხო, და ეს არის პრობლემა და მათ ამისთვის უხდიან და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა უბრალოდ ერთ ადამიანს ერთი კვლევა შევახსენო. ეს იყო სადოქტორო დისერტაცია, რომელიც, როგორც მახსოვს, დაახლოებით 40 წლის წინ, თითქმის 50 წლის წინ, ერთმა ქალმა დაწერა, მგონი ებრაულ უნივერსიტეტში. და ამას შეგვიძლია გადავამოწმოთ. ვინ დაწერა დისერტაცია? ამბობდა, რომ ისრაელის ჯარისკაცები პალესტინელ ქალებს არ აუპატიურებენ, იმიტომ რომ ისინი რასისტები არიან. რომ ისრაელის ჯარისკაცები იმდენად რასისტები არიან, რომ არც კი ეცდებიან. ისინი არც კი ინებებენ პალესტინელი ქალების გაუპატიურებას. ამიტომაც ეს ამბავი, რომ გაუპატიურების თემას იყენებენ ისრაელის ჯარისკაცებზე თავდასხმისთვის. მაშინაც კი, როცა ჩვენ არ ვაუპატიურებთ მათ, ეს ხდება. და იცი, საბოლოო აზრი ისაა, რომ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ სექსუალური ძალადობა ჩაიდინეს და ამით დაიკვეხნეს. საქმე იმაშია, რომ ეს იყო ომის იარაღი. სექსუალური ძალადობა ამ კონფლიქტში ომის იარაღად იქცა. ასე იყო წარსულშიც. ყოველთვის არსებობდა ესეთი შემთხვევები. ყველა ომში გვესმოდა ისტორიები, რომ ინდივიდუალური ჯარისკაცები შეიძლება აუპატიურებდნენ ან ძარცვავდნენ. გულისხმობ, ეს ომის დროს ხდება. და ერთადერთი კითხვა ისაა, თუ როგორ იქცევა ამ შემთხვევაში შენი არმია, კონკრეტული არმია. გაასამართლებს მათ, ჩასვამს ციხეში, ან როგორც უნდა მოექცეს მათ. ხოლო ჰამასის მებრძოლებს გმირებად მიიჩნევენ, როცა ისინი სოდომიზაციას, გაუპატიურებას და გენიტალიების მოჭრას სჩადიან. მათ ეს გაასაჯაროეს, არც კი დამალეს, ბედნიერები არიან. თავარია ხაზგასმით აღვნიშნოთ ეს და ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს ირანის მხარდაჭერილი მოძრაობაა, ირანის მხარდაჭერილი ჯიჰადის მოძრაობა და ჰეზბოლა. ამბობენ, რომ ჰეზბოლა კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ჰამასი. და რომ ჩრდილოეთიდან ისრაელში შეჭრილიყო, ისე როგორც ჰამასის სამხრეთიდან, ჩვენ ვიხილავდით ისეთივე ან კიდევ უფრო მძიმე სექსუალურ ძალადობას. შეიძლება სანამ გავაგრძელებთ რაღაც უთქვა? დიახ. ბოლო რაღაც მინდა ვთქვა, ბრიტანულ პრესაში 2-3 კვირის წინ იყო ერთი სტატია, სადაც ისინი ღაზას იკვლევდნენ. და მათ ჰქონდათ ესეთი რეპორტაჟი, რომ ჰამასი დახმარებას არ იგებდა და ამ დახმარების განაწილებას იყენებდა, როგორც გზას, რომ სექსუალური მომსახურება მიეღო. და ქალები შანტაჟის ქვეშ მოექცია. თუ გინდა რომ შენი ოჯახი დახმარებას მიიღოს, უნდა მოიყვანო შენი ქალიშვილი აქ. ან მე დავწვევი ამ ახალგაზრდა გათხოვილ ქალთან, თუ მას თავისი შვილებისთვის საჭმელი უნდა. და რა თქმა უნდა, ეს არის იარავი, რომელსაც ჰამასი იყენებს საკუთარი მოსახლეობის დასაშინებლად. და გამოიცანით, ვინ არ გამოაქვეყნა ინფორმაცია ჰამასის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ ღაზაში. New York Times-ი. ხო, ესე რომ, ეხლა მოусმინეთ ამ საშინელ თემაზე, იცით, არასასიამოვნოა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს პრობლემა არ გაქრება. ამ საშინელი თემის შემდეგ მოდით სხვა რამეზე ვისაუბროთ. აუცილებლად ვერ ვიტყოდი, რომ ისრაელის პოლიტიკაზე საუბარი სასიამოვნოა. მაგრამ მოდით კარგი, მოდით ამ თემასაც შევეხოთ და ჩვენ ასევე დავპირდით ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს, რომ გადაცემის ბოლო 60 წუთს ყოველთვის სიახლეებს მიუძღვნიდით, რადგან უკვე ახლოს ვართ ამასთან. ზუსტად ამას ვამბობ, სწორედ ასეა. ამ კვირაში ისრაელის პოლიტიკაში მთავარი სიახლე ის არის, რომ ულტრაორთოდოქსული პარტიები, ან მათგან ერთმა კონკრეტულად, განაცხადა, რომ არჩევნებს იმწევთ, ჩვენ კოალიციიდან გამოდივართ. და ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეასრულა თავის დაპირება გაწევის კანონთან დაკავშირებით, რომელიც გაათავისუფლებდა ბევრი იეშუა სტუდენტს, რომლებიც მთელი დღე სწავლობენ და არმიაში არ მიდიან. და არჩევნები უფრო ადრე ჩატარდება, ვიდრე შეიძლებოდა. ოქტომბერში შეიძლებოდა არჩევნები გქონოდა. ეხლა კი ჩანს, რომ სექტემბერში გვექნება. პირველ რიგში ამის თქმის შემდეგ უბრალოდ უნდა დავამტკნა, რომ რადგან რა მნიშვნელობა აქვს სექტემბერში გექნება არჩევნები თუ ოქტომბერში, დიდი განსხვავება არ არის. ჩვენი ამერიკელი მაყურებლებისა და მსმენელებისთვის ცხადია, თქვენ არჩევნებს მიჩვეული ხართ. იცით, არსებობს თარიღი. ნოემბრის პირველი სამშაბათი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ხომ ასეა? ისრაელში როგორც სხვა საპარლამენტო დემოკრატიებში. 4 წელი. არა. 2 წელიწადში ერთხელ შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები, ხო. მაგრამ საპარლამენტო დემოკრატიებში, როგორიცაა ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, ისრაელი, არჩევნები ტარდება მაშინ, როცა პარლამენტი გადაწყვეტს და არსებობს ვადა. ცხადია, მათ უნდა ჩაატარონ არჩევნები გარკვეულ ვადამდე. და ისტორიულად თითქმის ყველა ისრაელის მთავრობა სრულდება ვადის ამოწევამდე, რადგან ყველა ისრაელის მთავრობა კოალიციური მთავრობაა. და როცა არჩევნების თარიღს უახლოვდებიან, კოალიციაში მყოფი სხვადასხვა პარტიები ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯვნოს.
ამიტომ როგორც წესი მთავრობები უფრო ადრე იშლება. ეს მთავრობა სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მთავრობა იქნება ისრაელის ისტორიაში. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა. დიახ. სასამართლო რეფორმის 7 ოქტომბრის და ყველა ამ კრიზისის მიუხედავად. დიახ, ეს ხანგრძლივი მოქმედი კოალიცია. ამაზე აღფრთოვანებას არ ვაპირებ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შესაძლოა უბრალოდ არჩევნების თარიღის გადმოწევა, შეიძლება ერთი თვით, არამედ იმიტომაც, რომ ვფიქრობ, ეს ბევრ მხრივ ორივე მხარეს აძლევს ხელს. რადგან ნეთანიაჰუს მხარდამჭერები ჩვეულებრივი ისრაელები არიან, რომლებიც მსახურობენ არმიაში და მათ არ სიამოვნებთ ის კომპრომისებულ ტრადოქსებთან, რომლებსაც იცით, მათი ახალგაზრდები არმიაში არ მიდიან. და ვფიქრობ, ულტრაორთოდოქსებისთვისაც კარგია თქვან, რომ გაბრაზებულები არიან ნეთანიაჰუზე, რადგან მან არ მისცა ის, რაც მათ სურდათ, და ისინი იბრძვიან იეშივას ბიჭებისთვის. დიახ, ეს მათთვისაც კარგია. ამიტომ არჩევნების წინ გადმოწევა ორივე მხარესთვის შეიძლება მონგებიანი იყოს. ნებართვით ცოტას შევცვლით თქვენს ნათქვამს. არა იმიტომ, რომ არასწორია, არამედ იმიტომ, რომ მეტომ რომ მე ამას სხვანაირად ვხედავ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კანონ პროექტს უწოდებენ გაწვევის თავიდან არიდების კანონ პროექტს. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეხედავთ ამას, რადგან ეს კანონ პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეალურად ზრდის ულტრაორთოდოქსი ახალგაზრდა მამაკაცების გაჭვევას. მათ, ვინც იეშივაში არ სწავლობს, ან უნდა წავიდეს ჯარში. ასე რომ ეს კანონ პროექტი რეალურად იყო კომპრომისი, რომელიც ზრდის სამხედრო სამსახურს და აძლევს საშუალებას მათ, ვინც სწავლობს. ასე რომ ეს ნამდვილად არ არის გაწვევის თავიდან აცილება. უნდა თქვა, რომ საქმე არ არის იმაში, რომ მან არ მისცა მათ ის, რაც სურდათ. ეხლა მათ ყველას შეუძლიათ გაწვევის თავიდან აცილება. ეს უნდა ყოფილიყო კომპრომისი, რომლითაც, თქვათ, ძირეულად შეიცვლებოდა ისრაელის საზოგადოება ისე, რომ ხარედული ახალგაზრდები აღარ იგრძნობდნენ სირცხვილს, ან მათი უბნებისთვის აღარ იქნება სირცხვილი, თუ ისინი ჯარში წავლენ და ასე შემდეგ. და თუ ეს არ გავა, იცით, როგორც თქვი, ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ეს კანონ პროექტი გავიდეს, მაგრამ ისინი არ უჭერენ მხარს გაწვევის თავიდან არიდებას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს დაეხმარება გაწვევის გაზრდას. შეიძლება ითქვას, მე ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ. ვფიქრობ, რომ თუ ისრაელის მთავრობა მძიმე ხელით მოვიდოდა და ითხოვდა, რომ ყველა ულტრაორთოდოქსი ხვალე უნდა იყოს ჯარში ნაკლები იქნებოდა, რადგან შიდა კონფლიქტი წარმოიშვებოდა. და ჩვენ ვნახეთ ზრდა ამაში. სწორია. ასე რომ მე მჯერა, რომ ყველაფერი ქვემოდან უნდა დაიწყოს, ნელა და ეტაპობრივად. მაგრამ კარგი, ეს ბრძოლაც არსებობს. და კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო, იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად არ იცნობს საპარლამენტო სისტემას. ირონია ისაა, რომ თუ როცა არჩევნები ჩატარდება და იქნება კოალიცია, მაგრამ მოლაპარაკებები არ გაიმართება. და თუ იქნება რაიმე სახის ჩიხი, როცა ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს კოალიციის შექმნას, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რჩება პრემიერ-მინისტრად მოვალეობის შემსრულებლად, სანამ არ ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. და რატომ ვამბობ ირონიულად? იმიტომ, რომ მისი გადაყენების მცდელობა მუდმივად ხდება. ან ის იგებს, ანუ არა პირადად ის, არამედ მისი პარტია, იღებს ყველაზე მეტ მანდატს და შეუძლია კოალიციის შექმნა, მაშინ ის ხდება პრემიერ-მინისტრი. ან თუ ოპოზიციას აქვს აშკარა გამარჯვება და შეუძლია კოალიციის შექმნა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ყველაფერი ესე ნათელი არ არის და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასე რომ, გვაქვს სიტუაცია, სადაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვლავ დარჩება პრემიერ-მინისტრად, სანამ კოალიცია არ ჩამოყალიბდება. თუ ეს მისი კოალიციაა, ის კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება პრემიერ-მინისტრი. და თუ ეს არ არის მისი კოალიცია, ანუ თუ ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს, ის მაინც პრემიერ-მინისტრი დარჩება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. რადგან ნახეთ, რამდენი დრო დასჭირდა ამას რამდენიმე წლის წინ. რამდენიმე ტური არჩევნები ჩატარდა, ასე რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აი დროა ნეთანიაჰუს ვემშვიდობებით, ნუ იჩქარებთ. დავამთავრებ კიდევ ერთ ბოლო საკითხზე. ულტრაორთოდოქსების ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გაბრაზებულია ნეთანიაჰუზე და ჩვენი ალიანსი ლიკუდთან დასრულებულია. ლიკუდი, ანუ ნეთანიაჰუ. დიახ. რა თქმა უნდა. და უბრალოდ მინდოდა მეთქვა, ოდნავ გავიღიმე, რადგან თქვათ, არჩევნებია და არც ერთ მხარეს არ აქვს უმრავლესობა, ხო ასე? აქვს თუ არა ულტრაორთოდოქსებს არჩევანი, რომ წავიდნენ მეორე მხარესთან, ცენტრის მემარცხენეებთან, რომლებიც ყველაზე აგრესიულები იყვნენ, ამბობდნენ, რომ ყველა მათგანი ხვალე უნდა წავიდეს ჯარში. და ისინი წინააღმდეგნი არიან ნებისმიერ კომპრომისს. და როგორც ერთი წუთის წინ თქვი, ვფიქრობ, კომპრომისი ერთადერთი გზაა რეალური შედეგის მისაღებად. სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ დაიცავენ თავიანთ პოზიციებს და ულტრაორთოდოქსებისგან ჯარში ვერაფერს მიიღებთ. და მე მინდა, რომ მეტი მათგანი იყოს ჯარში.
მაგრამ შემდეგ ვფიქრობდი და ამ შენიშვნით დავასრულებთ, რადგან შეკითხვას დავუსვამ. ყველა ეს ადამიანი, ვინც ნეთანიაჰუს გადაყენება უნდა, ხომ ასეა? იქნებოდნენ თუ არა მზად? მისცენ ულტრაორთოდოქსებს ზუსტად ის რაც უნდათ, რათა ქნესეთში უმრავლესობა მიიღონ და ნეთანიაჰუ მოიშორონ. და ეს ნიშნავს, რომ მათ ბოლო 2 წლის განმავლობაში ნათქვამი ყველაფერი უნდა გადაყლაპონ. დიახ, ყველაფერი უკან უნდა წაიღონ. და მე ვფიქრობ, რადგან ცინიკურად ვარ განწყობილი, რომ ისინი მართლაც შეიძლება ასე მოიქცნენ. კი, ეს მართლაც მოხდა. წარსულშიც ყოფილა შემთხვევა, როცა მშვიდობის მომხრეებმა თქვეს, კარგი, პალესტინის სახელმწიფო ამ ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ დათმობაზეთ სინამდვილეში ლაპიდის მამა, ტომი ლაპიდი, გარდაცვლილი ტომი ლაპიდი, სწორედ ის იყო ცენტრის წარმომადგენელი, რასაც შენ ცენტრს უწოდებ. და მან ზუსტად ასე მოიქცა. მან უცებ თქვა, გაივიწყეთ, მისი მთელი პლატფორმა ამაზე იყო დაფუძნებული. და მან ეს წამში დათმო. მაგრამ აი ერთ რამეს ვიტყვე, არ ვიცი ეს მოხდება თუ არა და არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვიცი. თუ ჩიხი შეიქმნება, მემარცხენეები მაქსიმალურად არაბულ პარტიებთან წავლენ. და თუ ასეა და თუ ამბობენ, რომ ყველა უნდა გაიწვეს, საინტერესოა, ამას ისრაელის არაბ მოქალაქეებზე არ ამბობენ. ამ ქვეყანაში ბევრი ფარისევლობაა, ჩვენ ეს ვიცით. და ვფიქრობ, მთავარი ფარისევლობა მემარცხენეებისგან მოდის. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ასე ვფიქრობ. და განსაკუთრებით ამ საკითხებზე მე ასევე მჯერა და არა გამოკითხვებზე დაყრდნობით, რადგან ჩვეულებრივ გამოკითხვებს არ ვენდობი და ჯერ ძალიან ადრეა. მე მჯერა, რომ მემარჯვენეები უმრავლესობას მოიპოვებენ. და ვნახავთ. რა თქმა უნდა, შეიძლება სრულად ვცდებოდე და ვაღიარებ, არჩევნების დროს ვაღიარებ, რუს ვცდებოდი. მოკლედ ორ წინადადებას უპასუხებ და ვიტყვი. არ ვიტყვი. რუთი, შენ ამბობ, რომ მემარცხენე პოლიტიკოსები ფარისევლები არიან. და მე ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკოსი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად ზოგჯერ ამახინჯებს სიმართლეს და ძალიან მოქნილია საკუთარ პოზიციებში. კარგი, მესმის შენი აზრი. აბსოლუტურად. მაგრამ ამ საუბარს მომავალ კვირას გავაგრძელებთ. ზუსტად და ვინ იცის მომავალ კვირას იქნებ ისევ მოგვიწიოს ირანზე და პრეზიდენტ ტრამპზე საუბარი. მოუთველად ველი. მეც